მოგესალმებით, დღევანდელ ვიდეოში დავაგემოვნებ 7 სხვადასხვა პროდუქტს, ჩემთვის უცხო პროდუქტს, რომელიც მე არ მქონდა აქამდე დაგემოვნებული. გავსინჯავ, შევაფასებ და დავწერ ქულას. ნახოთ, რომელი პროდუქტი რამდენ ქულას მიიღებს 10-დან. პირველი იქნება დუბაის შოკოლადი, რა თქმა უნდა, რომელიც ძალიან ტრენდში და ძალიან მოდაში იყო კაი ხნის წინ და როგორც იქნა მიივიწყა ყველამ დუბაის შოკოლადი, მაგრამ ფასს მაინც არ კარგავს. ანუ ხო ძვირი ღირდა, მაგრამ ეხლაც არ ღირს იაფი დიდად. ასევე დავაგემოვნებ მოგუს ვაშლის წვენს, რომელიც რატომღაც მგონია, რომ ექნება ალოე ვერას გემო. ალოე ვერა ხო იცით, შიგნით თან წვენი როა და თან ხილი როა თვითონ მოთავსებული. ეგრეა ესეც, ნახეთ. თან არის წვენი და თან ვაშლის ნაყოფიც არის მოთავსებული. ასევე ჯოის როგორც იტყვიან ნატურალური ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც აქვს ენერგეტიკულის გემო, მაგრამ რეალურად არის ლიმონადი. ესეც ეხლა ძალიან მოდაშია, ახალი გამოსულია, ესე ვთქვათ, დავაგემოვნებ ამასაც. ასევე დავაგემოვნებ ესეც საყვარლობა შოკოლადიან ვაფლს ცხელ შოკოლადთან ერთად. ანუ წარმოიდგინეთ, რა საყვარლობაა ზამთრის ცივი ამინდი, ცხელი შოკოლადი და ჭიქა, რომელიც იჭმევა. ანუ ჭიქაში მოადუღებ, ესე ვთქვათ, ცხელ შოკოლადს და როდესაც მიირთმევ ცხელ შოკოლადს, შემდეგ შეგიძლია ვაფლიც ჩაგვიჩო და ჭიქა შეჭამო, ესე ვთქვათ. რა ორიგინალური არა ჭიქის მირთმევა. ასევე დავაგემოვნებ ესეც ჭხირს და ეს რულეტი, კრემიანი რულეტი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დავუწყებ დუბაის შოკოლადით, იმიტომ რომ ამდენი ხნის მანძილზე იყო მოდაში, ტრენდში, სასწაული ამბები იყო ატეხილი მოკლედ ამ შოკოლადზე და მე ჯერაც არ მაქვს დაგემოვნებული. ეს ღირდა თუ არ ვწდები 2 და 50. და მოდით ახლა გავსინჯოთ და დავაგემოვნოთ. აი ესე გამოიყურება და ზუსტად ისეთი ფერის შოკოლადი აქვს, როგორიც აქვს ბარამბინოს ესეთ პატარა შოკოლადებს, რომელიც ძალიან მიყვარს და ვნახოთ გემოც იგივე აქვს თუ არა. ისო, დაბლა მოკლედ. მინდა გითხრათ, რომ შოკოლადი ძალიან გემრიელია და მართლაც ბარამბინოს შოკოლადისნაირი გემო აქვს, თუმცა იმდენად სქელია შოკოლადი, რომ ფისტის და იმ ვერმიშელის მაგვარი რაღაცის გემო არ იგრძნობა. ანუ სიხრაშუნე აქვს, მაგრამ შოკოლადის გემო ფარავს ფისტის და იმ ხრაშუნა რაღაცის გემოს. ასე რომ ესეთი ამბის ატეხვაც ნამდვილად არ ღირდა. შეიძლება კარგი ნამდვილი დუბაის შოკოლადი არ არის, მაგრამ მიმსგავსებული გემო მაინც ხო აქვს. შესაბამისად, კარგ შეფასებას ვერ დაუწერ და ამას დაუწერ 10-დან 6. ფისო, იქნება 2 წამი მადროვო ეხლა ვიდეოს გადაღება. ახლა გავბრაზდებ. მოდით შემდეგი დავაგემოვნოთ მოგუს ესეთი ვაშლის წვენი, რომელიც ძალიან საყვარლად გამოიყურება და ძალიან დიდი ხანი მინდოდა დაგემოვნება. და ნახოთ აბა. სურნელი აქვს ისეთ საოცარი, რომ სასწაული.
ცუდი არ არის. მე ზოგადად არ მიყვარს ჟელე და ჟელესებრი მასები და ეგეთი საჭმელები. ანუ ის შიგთავს რეალურად არ აქვს თითქოს არაფრის გემო, ძალიან ოდნავი გემო აქვს შიგთავს და თვითონ წვენს აქვს ვაშლის გემო. საყვარლობა რაღაცაა, მაგრამ არც თუ ისე სასწაული. მე პირადად 5 ქულაზე მეც ვერ დაუწერ. ბავშვებს მოეწონათ შეიძლება, მაგრამ მე პირადად 5 ქულით შევაფასებდი ამ სასმელს. შემდეგი დავაგემოვნოთ ჯოი, რომელსაც აქვს 40 კალორია 100 მლ-ზე. საკმაოდ კალორიული ყოფილა. ზოგადად რასაც ვაკვირდები, ენერგეტიკულ სასმელებს და ზოგადად გაზიან სასმელებს არ აქვს დიდად ბევრი კალორია და მიკვირს სხვათა შორის, მაგრამ ამას 100 მლ-ზე აქვს 40 კალორია და ეს არის 330 მლ, საკმაოდ მაღალკალორიული სასმელია. მაინტერესებს რამდენად აქვს ენერგეტიკულის გემო და რამდენად ნატურალურია. მოდით შევაფასოთ. სუნი ნამდვილად აქვს ენერგეტიკულის, მაგრამ არა მძაფრი. ვიტყვი იმასაც, რომ არ არის ცივი და შეიძლება მაგიტომ ესე ვთქვათ გემოებს კარგად ვერ აღვიქვავ, რადგან ენერგეტიკული მაინც უნდა დალიო ცივად. თუმცა ჩემი აზრით საკმაოდ უბრალო გემო აქვს და არ უნდა კონდეს ესეთი მაღალი ფასი. ანუ ჩვეულებრივი ენერგეტიკულიც დამილევია თქვათ ლარი და 30-იანი ან ლარი და 50-იანი ენერგეტიკული, რომელიც ამაზე უფრო მეტად მომწონებია. მაგრამ ამას არ აქვს ისეთი სასწაული განსხვავებული გემო, რომ მაღალი შეფასება დაუწერო და შესაბამისად ძვირიც რო ღირდეს, ანუ ამხელა ფასი რო კონდეს. თითქმის XL-ის ფასი აქვს. რეალურად აქვს ძალიან ლაითი ენერგეტიკულის გემო. უფრო მოწყლო გემო აქვს რა. ანუ ამ ენერგეტიკულს ალბათ დაუწერდი 5 ქულას, მეტს მე პირადად ვერ დაუწერ. ჩაცივებულსაც დავაგემოვნებ შემდეგში. მაგრამ ქართველებს გვიზიდავს რა ეს ტრენდული რაღაცეების დაგემოვნება და ძალიან რეკლამის მსხვერპლი ვართ რა, მოკლედ ქართველები. ეხლა დავაგემოვნოთ ეს ჩხირი, რომელიც ღირდა ლარი. არ ჭამდა რას მოდიხარ, რომ მოდიხარ. სხვათა შორის ძალიან გემრიელია. მაგრამ ცხარე არ არის. ისეთ შეფუთვა აქვს, გეგონება სასწაული ცხარეაო, მაგრამ რეალურად საერთოდ ძალიან ოდნავი სიმწარე დაკრავს. ფისუარის ჩემი YouTube არხის წამყვანი რა, ამ ბოლო დროს ესე დამიჯდება და გამოეკვეხება კამერაში და გადამფარავს მთლიანად. ძალიან გემრიელია მართლა.
და ამ ფასად ღირს ამის ყიდვა. ამ ჭხირს დავუწერდი 10-დან 900. ალბათ ერთ ქულას დავაკლებდი იმის გამო, რომ ცხარე არ არის. ძალიან მომეწონა. მართლა. მოკლედ, ეხლა მოვადუღებ წყალს და დავაგემოვნოთ შოკოლადიანი ვაფლი და ასევე დავაგემოვნოთ ცხელი შოკოლადი. და რა ვიცი, ამ რულეტსაც გავსინჯავ. ეხლა კი მოდის დავაგემოვნოთ ჭიქა, რომელიც იჭმევა. ძალიან კარგი სუნი აქვს. ანუ ძალიან საყვარლობა იდეაა რა გავაკეთო და მთლიანად არის შოკოლადით სავსე. ნახეთ რა საყვარლად არის შეფუთული ეს თავისი ჩასადები, თავისი სალფეთქი. ანუ ძალიან საყვარლად არის შეფუთული და ესეც ცხელი შოკოლადი, რომელიც იცით რას გავს? ატმარტინას მზეს უმზირაში რო ყავა ამოდის, ხო იცით? დაახლოებით ეგეთი არის. ძალიან საყვარლობა. აი ზამთრის ცივა მინც რო უხდება ეგეთი რაღაცა. ეს რა გავაკეთე? ძალიან მოწონს. ეს მართლაც დასაფასებელი იდეაა. ვთქვათ, რომელიმე კაფეში რომ მიხვიდე და ესეთი რაღაც მიირთვა, ჩემი აზრით ბევრად უფრო ძვირს გადაიხდი, ვიდრე ღირს გამზადებული. მე მაგალითად სიამოვნებით თბილისის ნებისმიერ ლამაზ ადგილას, ლამაზ კაფეში დავლევდი ესეთი ჭიქით ცხელ შოკოლადს, თუნდაც ყავას, რავი. ყავისთვისაც იდეალურია. თან ეს შოკოლადი დნება. ცხელს რო ასხავ, შიგნით მოთავსებული შოკოლადი დნება. და ბევრად უფრო გემრიელია. ნახეთ რა ისიც ვიწყლია. ძალიან გემრიელი ცხელი შოკოლადია. თან პლუს ამას ჩადნა ის შოკოლადი. აუ ეს მართლა კაია. თან რომ მიირთმევ და ტუჩებზე შოკოლადი გადნება. პლუს ამას ესეც გათვალისწინებულია, რომ დაბლა არ დადო პირდაპირ მაგიდაზე ვაფლი. პირველ რიგში იდეისთვის დაუწერ უმაღლეს შეფასებას, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი იდეაა, ძალიან კარგი მოფიქრებაა. პლუს ამას შიგნით ის სქელი შოკოლადი დნება და ესეც არის ძალიან გემრიელი ცხელი შოკოლადი, მართლა ძალიან გემრიელია. ამას დავუწერ 10-დან
არ ვიცი 10-ს ძალიან მომეწონა და ესეც რულეტი ბარემ ესეც გავსინჯოთ რავი ჩვეულებრივ რულეტია მოკლედ სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო წავედი ახლა და არხის გამოწერა ვიდეოს დალაიქებაც ნუ გავიწყდებათ ზოგადად არ გთხოვთ ხოლმე არც არხის გამოწერას ვითხოვ არც ვიდეოს დალაიქებას იმიტომ რომ თუ სურვილი გაქვთ ისედაც გამოიწერთ და თუ სურვილი გაქვთ ისედაც დაალაიქებთ თუ არა და დაძალებით არავის არაფერს არ ვაძალებ ასე რომ ვაფლიც გემრიელია ცოტა ძალიან უხეშია ანუ შეიძლება ითქვას ზედმეტად გამომცხვარი მაგრამ არ აუშავს ამიტომ ძალიან მომხიბლა და ჩემი აზრით დუბაის შოკოლადზე მეტ დაფასებას ეს ითხოვს იმიტომ რომ ძალიან ორიგინალური იდეაა თან ცხელ შოკოლადს მიირთმევ და თან ჭიქას აბა დროებით